ბევრის აზრით იესომ უდიდესი გავლენა მოახდინა კაცობრიობის ისტორიაზე. მაგრამ არის კი ის ყოვლისშემძლე ღმერთი. უბრალოდ კარგი ადამიანი ხომ არ იყო? ბევრს პირადად ჰქონდა იესოსთან ურთიერთობა. ზოგმა მისი ცხოვრებაც კი აღწერა. მათი მონათხრობი, რომელიც ბიბლიის ნაწილად იქცა, გვიმხელს სინამდვილეში ვინ არის იესო. მაგალითად, როცა ანგელოზი მარიამს გამოეცხადა, ჯერ არ შობილ იესოზე ასეთი რამ უთხრა: ის დიდი იქნება და უზენაესის ძე დაერქმევა. ნათლობის დროს ღმერთმა ზეციდან დაადასტურა ვინ იყო იესო. ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე. რას ფიქრობდნენ იესოზე მისი მიმდევრები? როცა იესო მათი აზრით დაინტერესდა, პეტრემ უთხრა: შენ ახარ ქრისტე, ცოცხალი ღვთის ძე. რას ამბობდნენ იესოზე მისი მტრები? აი როგორ დაასაბუთეს, რატომ უნდოდათ მისი მოკლა. ჩვენ გვაქვს კანონი, რომლის მიხედვითაც ის სიკვდილს იმსახურებს, რადგან ღვთის ძედ გამოიყვანა თავი. თავად იესომ რა თქვა საკუთარ თავზე და ღმერთთან ურთიერთობაზე? მან თავის მიმდევრებს უთხრა: მამა ჩემზე დიდია. კუდრეთით აღდგომის შემდეგ იესომ ასეთი რამ თქვა: მე ავდივარ მამა ჩემთან და მამა თქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან. ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ იესო ყოვლისშემძლე ღვთისგან ცალკე მდგომი პიროვნებაა. ღვთის სიტყვიდან იმასაც ვიგებთ, რომ იესო ძლევამოსილი სულიერი ქმნილებაა, თუმცა თავის ღმერთსა და მამას ემორჩილება. ღმერთმა განსაკუთრებული მისია დააკისრა თავის ძეს. მას კაცობრიობისთვის მარადიული და ბედნიერი ცხოვრებისკენ უნდა გაეხსნა გზა, რაც ღვთის თავდაპირველი განზრახვა იყო. კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან იესოს შესახებ? მართლა ახდენდა სასწაულებს. რატომ მოკვდა? ისევ მოვა ღვთისზე. ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს jw.org. ან შეავსეთ ელექტრონული ანკეტა, რათა რომელიმე იეჰოვას მოწმემ მოგაკითხოთ თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილას.